ჩვენი ქვეყნის ეკონომიური წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა არის ადამიანური კაპიტალის განვითარება. თანამედროვე პროფესიული ცოდნის და უნარების შეძენა ადამიანს ხდის ეფექტიანს, კონკურენტუნარიანს და ის წარმატებით საქმდება ღირსეული შემოსავალით. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას და დაინერგოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სასწავლო პროგრამები. გუდავაძე პატარაკაციშვილის ფონდისთვის პროფესიული განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში ამბროლაურში, კოლეჯ ერქვანში დაფინანსდა პროექტი, რომლის მიზანია მეცხოველეობის შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი სასწავლო პროგრამის დანერგვა. პროგრამა საინტერესოა როგორც ფერმერებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ საქმიანობის გაგრძელება მეცხოველეობის სფეროში. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და მათ შეეძლებათ, რომ წარმატებით დასაქმდნენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მოწვეულმა შვეიცარიელმა და ქართველმა სპეციალისტებმა მოამზადეს სასწავლო რესურსები, კურიკულუმი და სახელმძღვანელოები. გადაამზადეს თეორიული და პრაქტიკული სწავლების სპეციალისტები. 6-მა პროგრამამ გაიარა სახელმწიფო ავტორიზაცია და უნარების სააგენტოს დაფინანსება. კოლეჯმა უკვე დაიწყო პროგრამების განხორციელება. სტუდენტები თეორიული სწავლის პარალელურად გადიან რეალურ პრაქტიკას კოლეჯის პარტნიორ კერძო ფერმაში. მე მაქვს ფერმა რაჭაში, თუმცა ჩემი ცოდნა და გამოცდილება არ არის საკმარისი ფერმის სწორად მართვისთვის. სწორედ ამიტომ შევარჩიე კოლეჯ ერქვანის პროგრამა, რომელშიც მე ვიღებ შვეიცარიულ ცოდნას და გამოცდილებას, რაც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებულს გახდის ჩემს ფერმას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ცოდნასა და კომპეტენციას მეცხოველეობაში, შეამცირებს კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს. შეიქმნება ადგილობრივი ფერმები, რაც დადებითად აისახება მაღალმთიანი რეგიონის მიგრაციის შემცირებას. ახალი კადრები უპასუხებენ თანამედროვე, საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს და კერძო სექტორის მოთხოვნებს. პროექტმა წარმატებით გააერთიანა კერძო და საჯარო სექტორი. ვისურვებდით, რომ ეს გამოცდილება ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებშიც იქნას გაზიარებული. ეს კი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს განათლებული კვალიფიციური სპეციალისტების დასაქმებას, რაც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაში.